Georgia! Let's go, man! მოგესალმებით ძვირფასო Fight Hop-ის მაყურებლებო. მე ვარ რომეო ცენტერაძე, ეს არის გიორგი სართანია და თქვენი ყოფებით Fight Hop-ის YouTube არხზე და უყურებთ Fight Hop-ის მორიგ სპეციალურ ეპიზოდს. დღეს ჩვენი მთავარი თემა და ძირითადი თემა იქნება UFC 321 ანალიზი მოკლე, რა მოხდა, როგორ მოხდა და მე და გიო ერთმანეთს და ასევე თქვენ გაგიზიარებთ ჩვენს აზრებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა სანამ გადავალთ აი ამ თავარ თემებზე, უმორჩილესად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გააზიაროთ ჩვენი ეპიზოდები, დაგვიწეროთ კეთილი სურვილი კომენტარები, უთხრათ ყველას, ვისაც უყვარს MMA ჩვენ შესახებ, რომ ჩვენი Fight Hop-ის ოჯახი უფრო გაფართოვდეს და გამრავდეს. წინასწარ ყველას დიდ მადლობას მოგიხდით ჭირიიკა, ხინიაკა, კატოიკა, ფკვილიაკა. დავსწყეთ. ეს ბოლოშია ხოლმე, მაგრამ რაღაცა მოყვა სიტყვას. უბრალოდ ეხა ბავშვს ვაძინებდი და საფრეს უყვევოდი და მეწყობა გამომყვა იქიდან. გიო, როგორ ახ? ბიჭო, მე ვარ ძალიან ბედნიერი ვარ, რახან მე და შენ ისევ სტაბილურად მივდივართ. დღეს არის 228 ეპიზოდი Fight Hop podcast-ის. არა მარტო YouTube-ზე, სხვათა შორის, Apple podcast-ებზე, Spotify-ზე და სადაც არ უნდა უსმენდეთ podcast-ებს, ყველგან ვართ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ და ბედნიერი იმიტომ ვარ, რომ სტაბილურად მივდივართ, ისევ დავბრუნდით რომი, მაგრამ UFC-ს მძიმე წონის დივიზიონზე ვერ ვიტყოდით ეგრე, რომ სტაბილურად მიდის საქმე. მოდი, მაკიდან დავიწყოთ, ხო? არა, ხო ჯობია, რომ თავიდან რა, თან ბევრი არაფერი არ მოხდა იქ. მაგრამ იმას ვიტყვი, რომ სირილგანი სანამდე ბრძოლა მიდიოდა სირილგანი, მაგრამ რა იყო, ბევრი არ იყო, ხო, მასალა სანახაობრივი, მაგრამ სანამ იყო, კარგად ჩანდა თითქოს. ბრძოლა რა და შენ რას ფიქრობ? სანამ გაგრძელდა ბრძოლა, რაც მოვასწარით და რაც ვნახეთ, სირილგანი უგებდა პირველ რაუნდ ტომს, სისხლიც მოსდიოდა ტომს, სისწრაფეშიც ჯერჯერობით ჯობნიდა. ტომის ფეინტებზეც არიგებოდა, თვითონ თავის ფეინტებს უფრო წარმატებულად იყენებდა და ზიანიც მეტი ქონდა და აწმობის მეტი ქონდა. ნუ უპირატესობას ფლობდა ბრძოლის მიმდინარეობაში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა მთავარი საკითხი, ჩემი აზრით, რაც წამოიჭრა, ის იყო, რომ აი შეგნებულად შეწყვიტა თუ არა ასპინალმა, გამოიყენა თუ არა ბოროტათა ეს ტრავმა და შეეძლო გაგრძელება და არ გააგრძელა იმის გამო, რომ აშკარად აგებდა და ტიტული არ დაეკარგაო. ეგ არის ჩემთვის სრული აბსურდი. აბსოლუტურად არ ვეთანხმები ამას. შენ იცავ ხო ასპინალს? არაფერი დასაცავიც არ არის, ანუ ხო გესმის, ანუ შენ პირიქით, რომ გონია, რომ სწორად გააკეთა ყველაფერი და არ დანაშაული არ არის, ხო, რა თქმა უნდა. სწორზე და არასწორზეც არ არის აქ. ისე წარედ მოხდა ორივე თვალში თითები, რომ უბრალოდ ვისაც მოხვედრია სპარინგის დროს თითი თვალში, ყველა დამეთანხმება აქ, რომ მე იმაზე რომ გამეორებაზე რო აჩვენეს, მართლა თვალში შევიდა მარჯვენაში რა. და ძალიან ღრმად აი ღრმად შეუყო თითი, ესე უხეშად ვთქვა თვალში, ორივე თვალში, მაგრამ ნუ მარჯვენა თვალში განსაკუთრებით. დამიჯერეთ მასპინალს დღეს ძალიან უნდა ბრძოლა. მონატრებული იყო ბრძოლა სამდენი ხანია, წელზე მეტია კაც არ ბრძოლია და ასევე დამტკიცებაც უნდა და იმისი, რომ ნამდვილად სოფლიო ჩემპიონის რეალურად ლეგიტიმური სოფლიო ჩემპიონია და კამარი დამსახურებულად აქვს. მაგრამ ნუ ესე მოხდა რა, სამწუხაროდ. დენამ უკვე თქვა, რომ რევანში იქნება სავარაუდოდ და სავარაუდოდ იმედია სწრაფად. ნახოთ, გიო, შენ რას ფიქრობ? შენი აზრით მე რა არის ის საცილოდაც კი არ მყოფნის. მე პირადად ის რომ აი ტომას პირობა შეგნებულად არ გააგრძელა ბრძოლა. შენ რას ფიქრობ?
ალბათ იმას ვიტყვი, რომ ყველა მაიკლ ბისპინგი არ არის რა, განოჩე ზოგი ცალთვალით გამოდის. ნუ რა, ვერ გააგრძელა ხო? ნუ რა უნდა ეკნა რა. თვითონ არაფერი არ დაუშავებია, რა თქმა უნდა და მაგრა გატეხა ხო? ვიცი რომ მაგრა მე გატეხა, უფრო მეც გეტყვი. მე ხო? უფრო მეც გეტყვი. მე ფავორიტები ამ ბრძოლაში არ მყავდა, როგორც 90% შემთხვევაში მე ფავორიტები არ მყავს ბრძოლებში, უბრალოდ ვცდილობ რომ ვისიამოვნო martial art-ით. მაგრამ უფრო მივემხრობოდი იმ გადაწყვეტილებას, რომ დისკვალიფიკაციით მიეცათ აა მოგება ასპინალისთვის. ეგ საინტერესოა. იმიტომ რომ აი ეს ყბადაღებული თემა, რომ აი ძალით არ უნდა და unintentional foul იყო და რაღაცე ფაქტია, რომ უდიდეს ეს ძალით არ უნდა და მაგრამ რო ხდება მაინც აი ეს წესის დარღვევები ხშირ შემთხვევაში ბრძოლის ბედის გადაწყვეტას, ბრძოლის რაღაცა ცვლილებებს და რაღაცებს ახდენს ბრძოლებში რა, ძალიან ხშირად უხეშად ცვლის ბრძოლის დინამიკას და ასე შემდეგ რა. რა მნიშვნელობა აქვს უნდა და თუ არ უნდა და ფაქტია, რომ თითის თხარა თვალში კაც. აა კი, მაგრამ წესი ძალიან დაევა, ხო? ხშირად ხდება რა და მართლა აქციდენტალ არის და ეგ შენზე კარგად არავინ არ იცის ყოველ ჯერზე, არა მარტო ყოველ ეგ ჯერზე უნდა თვალში. გასაგებია, მაგრამ ყოველ ჯერზე უნდა და თუ არ უნდა და როდესაც ქულას წაიღებს რეფერი და იქნება აი მყარი წესი და ტრადიცია დამკვიდრდება, რომ როდესაც წესი ირღვევა, უნდა იქნას რეაგირება მოხდენილი. მერე უკვე დამიჯერე უფრო და უფრო რა უყოთ ამ თითების იმას და კვერცხებში ფეხის მორტყმას ესეთი პერჩატკები ხო არ შევცვალოთ კი რა თქმა უნდა პერჩატკები არ არის იდეალური ეს ხო არ ვქნათ ეს ხო არ ვქნათ კი ესეც არ შეიძლება მაგრამ როდესაც დასჭი ეგეთ ქმედებას მერე 10-ჯერ უფრო ფრთხილად იქნება და უფრო დაუკვირდებიან ვიდრე ესე წავლენ თითებით შეტევის დროს მოწინააღმდეგესკენ მოხრიან გუშს ან ესე გაშლიან და ამით მიეწვიან რაღაცას მოიფიქრებიან საინტერესოა, მაგრამ გეტყვიათ რა, რომი. აი დამჯერებით რისკი არის რომ მე მებრძოლი ბოროტად ისარგებლოს რა, მაგალითად რანაირად let me say. ჰმ. ხო მაგალითად გისმენ მეოთხე რაუნდი არის უკვე, ან მესამე რაუნდი არის უკვე და მებრძოლი იცის აგებს და მე მოხდება ეს და მე ანუ შენ იძახი რომ ეგ არ არის აქციდენტალ და იმან ტომას პინალისავით ვითომ ვეღარ გააგზელა ოღონდ. ვითომ ახლა ტომს კი არ ვიძახი რომ ვითომე. არა ნუ ეგ არის ბოროტად გამოყენება გაგზელება არ შეიძლება მაშინ. გაგზელებაზე არ არის გაგზელება არ გაგზელებაზე არ არის მე მინახავს გაგზელება არ გაგზელებაზე არ არის როდესაც ნახავს რეფერი და გამეორებაზე რომ თითი მოხვდა თვალში წარეთ მოგება უნდა მიცეს იმ მეორეს. მოგება არა ვის მოგება არა ამ შემთხვევაში ეხა მაგას იძახი? უკვე რა ხდება რაღაცა რაც არ უნდა იდეალური სისტემა არ არსებობს რაც არ უნდა წესები შემოიღო რაღაცა მსხვერპლის შეცდომა იყო ყოველთვის იქნება მაგრამ აი ის რომ აგრძელდება ყოველ კვირიდან კვირამდე გრძელდება თვალებში თითები გენეტალიებში ამორტყმა ფეხის რამდენჯერ და არავინ არ ისჯება ამის გამო არავის ქულა არ აკლდება და ეს გრძელდება წესების დარღვევა და არანაირი ამას შედეგი არ აქვს და აი ეს ჩემთვის ძალიან რთულად მისაღებია რა მ. წინა შაბათაც იყო რამოდენიმეჯერ ამოვარტყა კევინ ჰოლენდს კანადელმა მებრძოლმა ო, მ. გასაგებია მესმის რომ ძალით შეიძლება არ შვება ბევრი პატიოსანი მოქალაქეა და ძალით არ უნდა და ასე შემდეგ გასაგებია მაგრამ ფაქტია რომ წესები ირღვევა თან არაერთხელ და ფაქტია რომ ეს მოქმედებს ეს გავლენას იქონიებს ბრძოლაზე ფაქტია კაცი თუ შემოგაკვდება ხო და ისჯები მაინც რაღაცით მაინც ხო ფეხბურთის ეგრეა, შეიძლება არ გინდოდა მაგრად გეტკინა, მაგრამ რაღაც რო გასრიალდები და ფეხებში რომ მოვარტყამ და აქცე ხო ყვითელი ბარად თუ არა რაღაც დაგაჯარიმებენ მაინც, ხო? ეს ეხა ისეთი რაღაცა იყო, გეუბნები, გასაგებია რომ არის იმდენად უხეშად იყო დარღვეული წესი, ნეფსი თუ ნებლიეთ. დისკვალიფიკაცია რომ მიეცათ და ჩაეთვალა რევანში მაინც ჩაეტარებინათ, მაგრამ რა ვიცი ახლა შეიძლება ბევრმა ალბათ არ დამეთანხმება, მაგრამ უბრალოდ არ აქვს მნიშვნელობა რეალურად, გამიგე მე ამას ვახ, მნიშვნელობა არ აქვს. გინდოდა თუ არ გინდოდა ეს. ყველაზე იდეალური, რა თქმა უნდა,
სცენარი აქ ის იქნებოდა, რომ შეძლებოდა ტომს გაეგზელებინა ბრძოლა და ასპინალისთვის ამ რაუნდში კულა დაეყო და იქნებოდა ყველაზე აი ესეთი იდეალურად დატრიალებული სცენარი რა. ეს არ მაგრამ ნუ იქნება პრობლემა სამწუხაროდ ერთ-ერთ ლიგაში აა blind fight league. ნუ ფაქტი ისაა გიო, რაც მივიღეთ ის არის, რომ თუ აქამდე სულ მდგომარეობაში იყო UFC-ში ძიმე წონის კატეგორია, ეს უკვე ქაქშია იმენა. ხო და პერერაც და ჯონ ჯოუნზიც გამოეხმაურა ამ ბრძოლას რა. ჯონ ჯოუნზმა თავის პროფილის სურათის შეცვალა ის იხვირო ყავს სურათზე იმითი გამოიყვანა რა. ის დაადო, რა ქვია, თვალის საფარი დაადო აი ერთ ფეჩ. იმაზე. ხო და აჰა. პერერამ მოდი is let's make the heavyweight division great again რა. ანუ პერერას ასვლა უნდა რა, მაგრამ მე გეთახმები, მე მგონია რომ ეს ამ ბრძოლა სჭირდება რა, immediate rematch-ი რა, მაგრამ კი, რა თქმა უნდა და იქნება პერერას თუ კიდევაც და ასვლა ძალიან უნდა, ეხა უარი როგორ უნდა უთხრა პერერას? სხვათა ასვლაზე რა არა უთხრა. ხო არა სავარაუდოდ პეას მიეცემა შანსი გააჩნია როგორ წავა აქ ჯერის ბრძოლა და სამთავრობელი და სხვათა შორის გიო ამ ბრძოლის წინ არ იყო დიდი ინტერესი ამ ბრძოლა ამ კი აინტერესებდა ხალხს ამოისუნთქა ბევრმა რომ აი როგორც იქნა მართალი რაღაცა ხო? გამოძრავდა 100%. ძიმე წონაში და რაღაცები მაგრამ ეხლა როგორც წავიდა ბრძოლა და ყველას რო ეგონა რომ ასპინალი ალბათ გადაურბინსო და რეალურად აგებდა პირველ რაუნდს და არ შედგა ბრძოლა არ დამთავრდა, ეხა ურმაგად ჯო, მოიმატებს უკვე ამ ბრძოლის ჰაიპით 100% და გეთახმები. ინტერესით. ყოჩახი, იმიტომ რომ მეც მაინტერესებს ახლა უფრო რა. ხო, და მეც მეგონა რომ დგომში იქნებოდა სირულგანის უფრო რა. და ვიცოდი ხო, ზუსტად რომ შევიდოდა ასპინალი და მართლა შევიდა რა. ხო შევიდა ერთი მომენტი იყო მგონი შევიდა. ფეხში, არ მახსოვს კი, ფეხში კი, შესულიყო. მახსოვს. იმიტომ რომ რო შევიდა დარწმუნებული ვიყავი რა. ნოკაუტი უნდა ვახსენოთ კიდე ძალიან სასტიკი ხო, ნოკაუტი იყო, საშიში ნოკაუტი იყო, როგორ დაეცა ჰაკპარასტიტო ეგეთი ხო, ფეხი კი. თავში, ნუ ხდება, ვაიმე. ეგეთი სპორტია, რას ვიზამ, ეგ ნაწილია და ხო ყველა და უნდა ვიყოთ ბიჭო, მზად ერთ რაღაცას ამისთვის. ვიტყვი რა, DC-ზე რა, ერთი წუთი არ იყო გასული, ტიპი კიდე ეგრე იყო რა, face down თავით ხო, ქვემოთ ესე ხო, და ხო, რაღაცაზე მახსოვს შენ ჯოუქებს აღნიშნე აკეთებდა და კიდევაც. იცინოდა ხო. და ეგ მე მაგრა გამიტყდა რა. ეს ძალიან ხშირად გაურბის პატარა ბავშვი თარი ხომ რინდა ერთი რაც არის რომ მე არ მომწონს ეს DC-სთან აი DC ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს ძალიან არ მომწონს მე DC-ს კომენტარი ძალიან არ მომწონს უბრალოდ თითქმის ყოველთვის მაგის კომენტარით აა მაგრამ ერთი რა არის ცი არ დაგვაუწყდეს რომ DC კი არის პუტკუ რაღაც კეთილი ბიძას როლს მას სტაბილურობას კი ტოვებს მაგრამ კვლელია DC არ დავის და რო ეჭიმებიან ზოგჯერ მოჭხუბრები, ზოგჯერ უმეტესობის დღესაც კი, ხო? ამ მასაკში და ამ მდგომარეობაში ძალიან ბევრის გადათელვა შეუძლია UFC-ში DC-ს და რო ეჭიმებიან 100%. ხოლმე და რო ისა ავიწყდებათ, ვინ არის DC რეალურად. თორე მაგის კომენტატორობა მე არ მომწონს, ძალიან არ მომწონს. უბრალოდ აი ესე disrespect-ს არ გაუკეთებდი არასდროს მაგის გამო DC-ს, იმიტომ რომ დიდი ჩემპიონია ჩემთვის მაინც და პატივცემ, მაგრამ როგორც კომენტატორი არა იმდენად ამდენად ვცემ მაგის კარიერას მას როგორც ათლეტს პატივს და მებრძოლს როგორც კომენტატორი აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. მოდი, მაშინ მართლა co-main event შევეხოთ. ხო, Mackenzie Dern გახდა ახალი აი strawweight. ჭუბი იყო. მ, და ოღონდ მოგეწონა? რაღაც ნაწილები მომეწონა. ბიჭო, აა, ნუ ხო აი მე ვფიქრობ ხო ალბათ გადავიდით უმარზე პირდაპირ, იმიტომ რომ ნუ კაი ბრძოლა იყო და მიულოცოთ მაკენზის ძალიან ცუდი გეიმპლანით იყო გამოსული მოწინააღმდეგე და როცა იმიტომ რომ თავიდან ახლა შეიძლება გეიმპლანი გეგონოს რომ რაღაცა კაი იქნება იმუშავოს და არის და უნდა შეცვალო როცა ხედავ რომ არ მუშაობს 2-3 რაუნდის განმავლობაში მით უმეტეს და არ შეცვალა რა
აგებდა მ, და არ იყო, არ მიდიოდა ისე კარგად მაგის გეიმთან როგორც მოწასულიყო და ცოტა რაღაც ცვლილებები უნდა შეეტანა ალბათ, მაგრამ არ შეიტანა, არ ვიცი, კუთხემ არ უთხრა, თვითონ ვერ გააკეთა, ვერ მოიფიქრა ერთერთმა თუ არ ვიცი რა იყო, მაგრამ მიულოცოთ მაკენზის მ, აა ჩემპიონობა. აქამდე ხო ახლა ინტერესი წვევდა გულშემატკივარში და ეხა უკვე კიდე უფრო მოიმატებს მაგის მიმართ სიმპათიები. მაგრამ გადავიდეთ ჩვენთვის საინტერესო ბრძოლაზე. ამ ქარზე ალბათ ტიტული main event-ის შემდეგ ყველაზე საინტერესო ბრძოლა რაც იყო ომარ ნურმაგომედოვი ბატისტას წინააღმდეგ. შენი აზრი მაინტერესებს პირველი. ნუ რა დომინაციით მოუგო ბატისტას. რა თქმა უნდა, ქონდა ბატისტას მომენტი, მაგრამ სიმართლეს ვიტყვი რა, მეორე რაუნდი რო დამთავრდა, არ მქონდა მაინც გრძნობა, რომ ბატისტა მოიგო მეორე რაუნდი. ყველამ საჯმა 30-27 მიცა რა და ბევრი წერს, რომ რახანის მუხლი მოხვდა მეორეში და ხო. დავარდა ეგ რაუნდი მაინც უნდა წაიღო რა, მაგრამ სიმართლეს ვიტყვი რა. მე ხა მ, მაგის ფანი არა ვარ, ხო გესმის და რაღაც მიზეზი ხო. არა მაქვს პირიქით. მაგრამ ხო. არ მეგონა რომ მოიგო რომელიმე რაუნდი. იმ მომენტში როცა დააგდო, ხო რა თქმა უნდა, მაგრამ რომ დამთავრდა ის რაუნდი, ჯამში არანაირად არ მეგონა ბატისტა მოგებული და აა ნუ რა დომინაციით მოიგო 10-რია. ათრიაო ვერ ვიტყვი. He ragdolled him, bro. In my opinion. ნა ragdolling რაღაც ნუ სხვა რაღაცას ნიშნავს. ნუ დიდი ground and pound-ი არ ქონდა, კარგად დაიცვა თავი, მომენტებში ბატისტასაც დგომში ქონდა მომენტები, დაცვა ქონდა ძალიან აჰა. კარგი, მაგრამ ნუ დონეები არსებობს ჩემი აზრით და ამ ხო. grappling-ის ჭიდაობის დონე ბატისტას კი. არ ქონდა და აი მერაბთან ჩხუბი რომ ნახეთ ხო რა დონის ხო. grappling-ი იყო ორივეში გაცვლები, scrambling-ი, აი სხვა დონე იყო, დონეები არსებობს და ბოლოს დავამატებ რომ სამი რაუნდისთვის მაგარი დაღლილი ჩანდა ჩემი აზრით უმარი რა აჰა. მაგრამ ბოლომდე ანუ მაინც აწვებოდა ჭიდაობით და ბოლომდე გქონდა ზეწოლა ჭიდაობით სამი რაუნდში რა როგორი რაღაცა იცი? აა რაღაცა ნიუტში ხო? რაღაცა ნიუტში. შეიძლება აღწერა მოგთხოვოს ვიღაცამ, ეს ნივთი აგვიხსენოს და შენ სხვანაირად აღწერო და მე სხვანაირად აღწერო, მაგრამ ორივეს აღწერაში იყოს სიმართლე რა. არის რა თქმა უნდა სიმართლე იმაში, რომ დაიღალა. გეთანხმები მაგაში. იმაშიც გეთანხმები, რომ აჯობა სამივე რაუნდი. იმაში არ დაგეთანხმები, რეგდოლინგი არ იყო. პოზიციურად მოუგო. ყველა პოზიცია წინასწარ, ყველა პოზიცია, ყველა მოძრაობას აქვს ყოფისცალი პოზიცია ესა ხო, მოძრაობა რა, საწინააღმდეგო მოძრაობა. და ამის ეს ან ერთი ნაბიჯით წინ იყო სანამ ის თავის აი ამ მოძრაობის საწინააღმდეგო მოძრაობას გააკეთებდა ეს უკვე სხვა მოძრაობაზე იყო გადასული და ხო ანუ ეგ იყო ძირითადი ისა ერთი ნაბიჯით უსწრებდა რა და სამწუხაროდ საბმიშენების მცდელობა ბევრი არ ქონდა. ერთი-ორი ქონდა ბატისტას ქონდა პირველ რაუნდში სხვათა შორის საბმიშენის მცდელობა, მაგრამ საკმაოდ ისე ოსტატურად დაიძრუნა თავი უმარმა, თუმცა პოზიციური awareness როგორ იქნება ქართულად გაცნობიერება მგონი გრეპლინგში პოზიციური ბრძოლა უფრო მაღალ დონეზე ესმის და ამ წუთას უფრო უსწრებს პოზიციურ ბრძოლაში გრეპლინგში უმარი ბატისტას ეს დაამტკიცა და ჩემი აზრით უმეტესობაზე უფრო კარგად ესმის უმარს პოზიციური ბრძოლა გრეპლინგში ესეც ფაქტია ამაში ხა ნუ მიწენთ მაგრამ ეგრეა რა ხოლო რაც შეეხება იმ და მაგის ხარჯზე მოუგო რა ხა თქომში მაინც და მაინც არ დაუდგა მეორე რაუნდში მოხვედრილ მას რაც შეეხება ბუხს პირიქით უფრო ერთიურად უფრო შთამბეჭდავია როდესაც ეგეთი მაგარი მუხლი მოხვდება მუხლი იყო თუ ფეხი არ აქვს რომ ხო ნახევარი იყო ხო რაღაცნაირად ხო ხო დოლიძე იყო მგონი ხო და დებიუტი ესეთი მაგარი დარტყმა რომ მოხდა წამოდგა გააგრძელა და სავარაუდოდ მოიგო მაგრაუნდის ბოლოც და ვაჟკაცურად გააგრძელა და მოიგო მთელი დანარჩენი ჭუბიც რაც შეეხება იმას რომ
და ეს შთამბეჭდავია ჩემი აზრით ძალიან. რაც შეეხება იმას, რომ და რა თქმა უნდა, ბიჭო, ჩხუბია და მოხვდება. ეხლა დაუწყებენ დაცინოს, მუხლი მოხვდა და ძლივს გადარჩა და ღვაზე ხარ რა. მომწერა ერთ-ერთმა მაყურებელმა, ახლო ახლო მიცთან ასე ყოველთვის მაქვს ხოლმე მომწერა, თუნდაც არ მოუწერია მაგას ვისაუბრეთ ბოლოს, მაგრამ აღნიშნა ძლივს გადარჩაო. ჩხუბია და მოხვდება, უნდა მოხვდეს და უნდა გადაიტანო და გააგრძელო და მაგაში მთელი ვაშკაცობა და გული, ხო? და შეიძლება დაღლის მომენტს, მაგაზეც რო ეხა დასცინიანო, დაიღალაო და ვირს თქვა ხალხო, ჩხუბია ეს ბრძოლა 15 წუთის ბრძოლას იცით რამ ხელა მომზადება და ნისჭირდება გამძლეობა უნდა დაიღალო ჩხუბში ადამიანი აბა რა თქვენ გონიათ მერაბი არ იღლება ყველა იღლება ჩხუბში ეს სამრაუნდიანი ჩხუბი იყო სამრაუნდიანი ჩხუბისთვის იყო მზად და მე კი არ ვიცა უბრალოდ მე მინდა რომ ხალხმა შეხედოს ვისაც უშველი და ვინც გაიგონებს და ვინც ყურად იგდებს იმისთვის ვამბობ ამას თორე არიან ადამიანები იმდანად ბნელები არიან სახარება რო წაუკითხო აზრი არ აქვს რა მაგრამ ყველა იღლება ჩხუბში უნდა დაიღალო აბა რა უნდა დაიღალო უნდა დაიხარჯო რა ეგ იმას არ ნიშნავს რომ რაღაც ცუდი მოჭყუბარი ან კარდიო არ უარგან 5 რაუნდიანისთვის ადამიანი სხვანაირად ემზადება, სხვანაირად ანაწილებს. ეხლა მერაბთან რო წააგო 5 რაუნდიანი და მერაბმა რო თქვა ბოლო რაუნდებში 10 ალ ჭყალებში რო თქვა და დაღალა, ეგ არ ახალია, იმიტომ რომ მერაბი ყველას აგროვებს, რომ მერაბზე მეტი კარდიო და მუშაობის ratio არავის არ აქვს ბრძოლაში. ეგ არ არის გასაკვირი. მერაბთან სხვანაირად უნდა მოიგო ჩხუბი, კარდიოთი და 5 რაუნდიანია ემით ვერ მოუგებ მერაბს, ხო? ვერ აჯობებ, უბრალოდ იმიტომ რომ ის უბრალოდ არ იღლება, არ ვიცი რანაირად ფსიქოლოგიურად ჩემ უბრალოდ არ არ იღლება რა როგორ არ იღლება შანსი არ როგორ იღლებოდეს მაგრამ მერაბზე ფსიქოლოგიურ იმას რა ქვია ზემოქმედებას თავისი ფიზიკური დაღლა იმდენად ვერ აკეთებს რამდენადაც სხვებზე არ 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 აინტერესებს თითქოს რა რო იღლება თუ არა მაინც მიდის წინ და მაინც მოძრაობს რა არ ჩერდება და ეგა იმას არ ნიშნავს ეგ არაფერს არ ნიშნავს მერაბთან რო კარდიოთი დაიჩაგრა და ვერ მოუგო რო კარდიო არ უარგა ძალიან მშვენიერი კარდიო აქვს 3 რაუნდი იჭიდავა კაცმა ისე მაღალ ტემპში 1 წუთი იჭიდავით ესე ტემპში და მე ნახოთ როგორ ისუნთქებთ რა რომელიმე 15 რაუნდი ისე ტემპში იჭუბეს იჭიდავეს დგომში იჭუბეს პოზიციიდან პოზიციაზე გადადიოდნენ რამდენი სკრემბლინგი იყო ეს ძალიან რთულია რა ასე რომ რავი ღირსეული მოგება იყო დამსახურებული მოგება იყო არ არის ახლა რთული ბატისტასნაირი ბიჭის სხვანაირად მოგება და დაფინიშება და გათიშვა და გაჭიმვა და ესე შემდეგ. ძალიან ღირსეული მოგება იყო, ძალიან მაინტერესებს ვისთან იქნება მომდენო ჩხუბი და ну რა თქმა უნდა მ, თუ ისე მერაბთან არის ჩხუბა, მე როგორც ესეთი უმარის ესე პიროვნულად საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. კაი მოჭხუბარია, მიკროფონზეც კარგად ისაუბრა პრეს კონფერენციაზე, ისეთი არაფერი არ ვთქვა, სასწაული. რავი, მოგუწოდებ კიდევ ერთხელ ყველას, რომ ბողმისგან და იმისგან შეიკავონ თავი, ღირსეულად დავიჭირო თავი. არ არის სავალდებულო ეს ზედმეტი ლანძღვაგინება. ჩვენ ეს შევახსენებ. დავიჭიროთ უბრალოდ ხარი და ერთმანეთს დავიჭიროთ ხარი და სხვების ლანძღვას შევეშვათ. ეს იქნება ჩემი სურვილი რა. ეხლა უკვე რა ხდება? მე როგორც კი უმარი იქნება, ხაბიბი იქნება, ისლამი იქნება, თუ ვინც არ იქნება, უნდა იყოს, ხო? როგორც კი მომცემს იმის საბაბს, რომ სხვანაირად ვილაპარაკო, ერთი წამით არ დავაყოვნებ და ვიტყვი. მაგრამ ამ ხალხისგან სიტყვა საქართველო და საქართველოს ქართველები და რამე ცუდ კონტექსტში მოხსენიება ჩვენი არ ყოფილა ჯერ. ის რომ ხაბიბი თუ სხვა მაგისი კონდელი რაღაცა ილიაზე რაღაცა კონკრეტულ მოჭხუბარზე თიმ იმიტომ ხაბიბისგან? რომ პოტენციური მოწინააღმდეგე როა მაგითო რაღაცას ისეთ ამბობს ხო დამაკნინებას ეგ არ ნიშნავს რომ ეგ არ არის ეგ უნდა აღვიქვათ სწორად ეგ ყველაფერი კერძო ჩემთვის თიმ ეგ მაგას არ ნიშნავს ხაბიბისგან რომ იძახი, ხო? კერძო ხო თიმ რა თუნდაც ხაბიბისგან და არა მთლიანად დაღესტნელები. მაგათ ეგენ ხო რა აბა თორე ახლა ის ცალთვალაროა მაგან ხო, ხოთქვა ხო. რაღაცები მე ჩვენ გვაქვს ლაპარაკი თუნდაც ახლა ვიღაცა ბიჭო რა არის თუნდაც ვიღაცა დაღესტანელები ერთი და მეორე და 10 იყვნენ თუნდაც და გამოვიდნენ და თქვა რაღაცა ხო მე თმაო ვიღაცა ქართველი შეიძლება ეგრე გამოვიდეს და რაღაცა სისულელები ილაპარაკოს ვიღაცეებზე ან რაღაცეებზე მაგის გამო
მე არ მაქვს სურვილი რომ მე ვაგო პასუხი ვიღაცა კრეტინის გამო, ვიღაცა რაღაცას არასწორად რო აზროვნებს და ლაპარაკობს მაგის გამო. მასე რო იყოს, ეხლა რამდენი ქართველი წერს და ამბობს 1000 დებილობას გადახედე ინტერნეტში რა. და წარმოიდგინე ყველას გამო რომ ჩვენ ვაგოთ პასუხი რა. უბრალოდ მე რა არიცი? სწორად გავიგეთ, როგორც კი დაცდება რომელიმე სიტყვა საქართველოსი ცუდად და ქართველებზე ცუდად მაგათგან, აი მე მოეთხოვებოდ. მაგრამ მე აქამდე ჯერჯერობით ქართველების მიმართ რაღაც უარყოფითი რაღაც არ მიგზნია ჯერჯერობით და არც მომისმენია მაგათგან. როგორც კი იქნება პრეცედენტი, კი ბატონო, დავიცეთ, დავისიოთ, შევისიოთ და ავიღოთ და გადავდგათ, მაგრამ აა მე იმას ვერ ხედავ, რასაც დანარჩენები ხედავენ, რომ თითქოს ქართველებს აკნინებენ და ესე შემდეგ. ვერ ხედავ ამას მე. ეხლა აა თუ ასე ვიზამ ცოტა დანარჩენებით, მე მგონი დანარჩენების დავინახავთ ამას, მაგრამ მე ესე ვფიქრობ რა. ფაქტია, რომ მერაბი და უმარის ბრძოლა ყოველთვის მაგარი ძალიან სანახაობრივი ბრძოლა იქნება რა. კი. ვნახავთ რა მოხდება. მოდი დღეს ესე დავტოვოთ და ისე მინდა რომ გადავხადო მადლობა ყველა fight hoppers, ვინც ჩვენთან არის და მოყვება, რა უკვე 5+ წელი. და კვირდებით, კვირაში ერთხელ მაინც დაგიბრუნდებით. მე ნოსტალ გიორგი სართანია და ჩქიმჯიმა რომეო 50 ცენტერაძე. უგალე ხორხესჯი. ბიჭო, გიო, სანამ დამშვიდობებით, მოდი ეგეთ რა ჩალენჯი გავუკეთოთ ერთმანეთს, ვისწავლოთ იმდენი მეგრული, არჩე რომ მთელი ერთი პოდკასტი რო ჩავზეროთ მეგრულად, არ გინდა? რა მაგარი იქნება? It would be tough for me, bro, but yeah, I'd love to. მე ხო რასა გავსხლავ რა. You tune into the Cartwellians on the Fight Pod podcast. Fight Pod.